დავიწყოთ საუბარი თავისთავად დღევანდელი დღის მნიშვნელობის აღნიშვნით. ვერ ვიტყვით, რომ ეს დღე რაიმე გაგებით სადღესასწაულო შეიძლება იყოს. და დღეს ქუჩაში გამოსული ადამიანების უმრავლესობა იქ არაფრის სადღესასწაულოდ არ გამოსულა. მაგრამ მაინც იყო საერთო ეროვნული თუ არა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ერთიანობის დემონსტრაცია. რისი წლის თავია დღევანდელი დღე თქვენთვის? ხო, ჩვენ ისტორიულად მივესალმები მაყურებელს მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დადებითი თარიღები, არამედ შეიძლება უარყოფითი და შედარებით ნეიტრალური თარიღებიც უნდა აღვნიშნოთ ხოლმე და ეს ასეც არის, ხო? ეს თარიღი ალბათ არის სამომავლოდ კარგი, პოზიტიური შინაარსის თარიღი, თუმცა ამ მომენტისთვის ის ჯერ არ არის შემდგარი, ჩვენ უბრალოდ ერთი წელი შევასრულეთ, დედამიწამ ერთი წელი დაარტყა მზეს და ჩვენც ეს ერთი წელი გავატარეთ, 4 სეზონი ვნახეთ მოკლედ რა ქუჩაში, რაც არაერთხელ ყოფილა პრინციპში, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენის გარშემო ქართველი ხალხის გაერთიანებამ ერთი წელი დაწერა მოკლედ მრიცხველზე რა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი წელი აგრძელდება, ეს ბევრად ადრე დაიწყო. და ალბათ იმ მომენტში, როცა თუნდაც აი მედალევანი, როდესაც კინოცენტრის პრობლემის წინაშე ვიდექით და საპროტესტო აქციებს მართავდით თეატრო ლუკიანის მსახურალი დამანგრეველი მოქმედებების წინააღმდეგ, აი მაშინ რომ მიმხვდარიყო ხალხი და შეიძლება ჩვენც დაგვაკლდა მცდელობა რომ აგვეხსნა ხალხისთვის, რომ ძირა ხელოვნებას როცა ასეთი საფრთხე ადგება, როცა ის ცენზურის მსხვერპლი ხდება, მაშინ მხოლოდ ხელოვნება არ დგება საფრთხის ქვეშ და მთელი საზოგადოება დგება, თავისუფლება დგება, განვითარება დგება და ეს ასეც მოხდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრად ადრე იყო პრობლემა სახიერი რა. კარგია რომ უწყვეტობა და ამ ერთ წელს აღვნიშნავთ უწყვეტობის ერთ წელს, როცა ჩვენ თქვით რომ ასე აღარ შეიძლება. ამის იქით უკვე მოსკოვია, ანუ ხრამია. და ამ ერთმა წელმა მე მაგალითად მაგზნობინა, შეიძლება დღეს არ იყო იმდენი ხალხი, რამდენიც იყო ერთი წლის წინ. ამას თვალი უნდა გაუსწოროთ, რამდენმაც იარა მე მომდევნო თვეები. მაგრამ ეს ნორმალურია რა, იმიტომ რომ ეს ხალხი ვიცით რომ არსებობს, მე სხვათა შორის ძალიან ბევრი ნაცნობი შემხვდა ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერდნენ მხარს ერთი წლის წინ, ან ნეიტრალურები იყვნენ და ეხლა მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვთ, რომ იმიჯნებიან ქართული ოცნების ამ პოლიტიკას. რუსთაველზეც დგანა, ზოგი არ დგას რუსთაველზე და ეს მან მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში, როდესაც ბრძოლა გარდატეხას განიცდის და უკვე წავა ფინალისკენ, აი მაშინ ეს ხალხი დაბრუნდება, იმიტომ რომ ამ ხალხის გარეშე სხვაგვარად არ იქნება რა. პოლიტინოს მივცეთ საშუალება დღევანდელი დღეშია ფასოს და ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა არ არსებობს არგუმენტები, რის გამოც ის ადამიანები, რომლებიც ერთი წლის წინ განაწყენდნენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაღაცის გამო მათი კმაყოფილება გამختარიყო, იმიტომ რომ ყველა ამ მიმართულებით სიტუაცია დამძიმდა, კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. შესაძლოა მათი ასეთი მასობრივი ორგანიზებული გამოსვლა, იმიტომ არ ხდება, რომ პოლიტიკურ კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხალხის რაღაც ნაწილს არ ქონდეს იგივე მოლოდინები, მაგრამ უკმაყოფილების საფუძველი იზრდება და იზრდება. თქვენ როგორ გრძნობთ, როგორც ადამიანი, რომელსაც ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეთ იმისა, რომ ასე აქტიურად აღარ იყოთ ჩართული პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას აკეთებთ. ხო, დავიწყე ბოლოდან მაშინ. ხო, მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს, რაც შეეხება ახლა მე შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყავი ამ პროტესტში და ესე აქტიურად გასული, ასე ვთქვათ, უფრო 2000 ალბათ 3 წლიდან უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც ასეთი რიგითი მონაწილე პროტესტებში მონაწილე, თორე მე ხო, ანუ მანამდე ახლა ასაკიც არ მიწყობდა ისე ხელს, რომ მე თქვა რომ აქტიური ყოფილიყავი, თუმცა აი ამ წნეხს საბჭოთა, ასე ვთქვათ, გავლენას ბავშვობიდანვე ძალიან კარგად უგრძნობდი და ნუ ახლა ის რო გითხრათ რომ ძალიან შემსუბუქებული ფორმით არის დღეს და ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა
დრო იყო რაღაცა დროები, როდესაც გარდატეხა ქვეყანამ გაიარა, მაგრამ ბრუნდებით მე მგონი გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში, ვიდრე ჩემი ბავშვობა მახსენდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბები, რაც თუნდაც საკუთარ თავს დამატყდა, ხო, ამ პროტესტში ჩართვის შედეგად, ჩემთვის იყო ეს წარმოუდგენელი, რომ ჩემს ბიოგრაფიაში ჩაეწერებოდა თუნდაც პატიმრობა გზის გადაკეტვის გამო დაუმორჩილებლობა და რაც შეეხება წინააღმდეგობას, წინააღმდეგობის გარეშე რეჟიმები არ მიდიან და მე ვთვლი რომ ახლა კაპიტალიზაცია კი ბატონო, აი ესეც არის ახლა ვთქვათ, რომ აი პოლიტიკური ასე ვთქვათ ველის ცოტა შეფერხებულია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მთავარი რაც შევიძინეთ ამ პროტესტში ეს არის ის საზოგადოება, რომელიც იქ ვიპოვე, იქ ასე თანამებრძოლებს ვეძახი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ის გარეშე ჩემთვის უკვე წარმოუდგენელი არის ერთი დღეც კი. იმიტომ რომ დადგა მთავარი საკითხი, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა მთავარი საკითხი, ქვეყნის არსებობა არ არსებობის საკითხი და რახან უკვე ამაზე დავედით, ვეძებ თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, რომლებიც პირველ რიგში არიან უშიშრები, პირველ რიგში არიან გამბედავები და გაბედულები და რაც მთავარია, არიან სამართლიანები. იმიტომ რომ დადგა ეხა ის დრო, რომ მე აი კანით გძნობ თითქოს რომ ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ აი ამ საბჭოთა მარწუხებიდან. აბსოლუტურად განცხადება, ამიტომ სრულიად ლეგიტიმური არის ვცდილობდეთ გამხნევებას ადამიანების, რომ დროში ეს პროცესი იმედგაცრუებამ არ დაფაროს, ხო, არსებული განწყობები, მაგრამ თქვენ რა გაფიქრებინებთ იმას? არის რამე რაციონალური წინაპირობები თუ უბრალოდ რაღაც ისტორიული გამოცდილება კარნახობთ ამას თუ რაღაც სხვა არის? თავისთავად ისტორიული გამოცდილება, იმიტომ რომ ნუ ყველას მე მგონი ვინც იქ ადრია მეტნაკლებად უდიდეს ნაწილს იქ არსებული ადამიანებისას ოჯახებს რეპრესიები აქვს გავლილი და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა ყოველ შემთხვევაში და უბრალოდ ჩემ ოჯახს რისთვისაც მადლობას ვუხდი და მადლიერი ვარ იმისი რომ დეტალებში ვიცოდი ბევრი რაღაცეები რაც იმ მომენტისთვის ოჯახებში დამალული იყო და რაღაცნაირად ამაზე არ საუბრობდნენ. ამიტომ რაღაცნაირად ისე მტკივა, აი გულწრფელად ისე მტკივა რომ ეს აღარ გამეორდეს და ჩემ შვილს და ჩემს მომავალ თაობებს ეს აღარ კონდეს თავიდან გასავლელი, რომ ამიტომ მე უკვე ძალებს არ უშურებ და სულ მაგას ვამბობ რომ ეს რაშიც ეხლა ვიმყოფებით მდგომარეობა არის ჩემი ბრალი. აი აქედან ჩემს საწყისად ჩემი ბრალია რომ მე აქამდე არ ვიყავი იმ დონეზე ჩართული როგორც უნდა ყოფილიყავი და როგორც ვარ ეხლა. და ეხლაც არა ვარ, ასე ვთქვათ, თვითკმარი რა და ჯერ კიდე არ მომწონს ჩემი თავი და მაინც მგონია რომ უფრო მეტი შემიძლია ვიდრე ვაკეთებ. და თუ ჩვენ ერთმანეთისას ვირწმუნებთ და აი ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი არის იქ რომ ვინც გავიცანი და ვისაც დავუახლოვდი ადამიანებს, მე გამიჩნდა უდიდესი ნდობის ფაქტორი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ომს გავდივართ ერთად, აი ერთ რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებიც აი ერთ დიდ ომში ვიბრუნდით და ძალიან ბევრ ამას ისაც ვსწავლობთ, რომ რასაც მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი იქნებოდა, მაგრამ ხო, მეც აი ესე ვიბრძმედები და ვიზრდები, ძლიერდები და რაც თავარია მაძლიერებენ ის ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან და აი ქეთიც აქ არის და დღესაც ეხლა ამ მომენტში გამოდის ჩემი მეგობარი იმიდან იზოლატორიდან, რომელსაც ვერ ხვდები იქ და ძალიან გული მწყდება, მაგრამ არ ვშევ საქმიანად. შეგრებილებს უმრავლესობა ნაციხარია შეგვიძლია ასე ვთქვათ და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების და ბევრი ძალიან დამსახურებული ადამიანი, რომელიც სწავლას უნდა უზიარებდეს, ცოდნას უნდა გადაცემდეს სტუდენტებს, მაგრამ არ არის გასაგური ქალბატონო ქეთი, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, ქეთი ხუსკივაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, იზოლატორში. შემდეგ დეტალურად ნახეთ ჩვენ არათუ არანაირი დამსახურების გამო, არამედ ეს სრულიად ფალსიფიცირებული კრიმინალური ისტორიის გამო, რომელსაც ცხადი არანაირი შეხება მასთან არ აქვს, მაგრამ ჩემი კითხვა ამ გამოცდილებას ნაკლებად უკავშირდება, ამაზე საუბრის საშუალება თქვენ გქონდა ჩვენს გადაცემებში. მე მაინტერესებს ქვეყანა და საზოგადოება, ქართული საზოგადოება, რომელიც ყოველთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებად და ლტოლვის სამიზნედ მიიჩნევდა განათლებულ საზოგადოებად ყოფნას, განათლებულ ოჯახად, ესე იგი, მშობლები, რა ვიცი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის უკეთესი განათლების მოპოვების საშუალება მიეცათ.
რეჟიმი, როდესაც ამის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, ჭრის ყველა არხს, ყველა კავშირს ცივილიზებულ, განათლებულ დასავლურ სამყაროსთან. რამე მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი თუნდაც დუმილს ინარჩუნებდეს? ხო, ძალიან რთული კითხვაა, მოგესალმებით. მივესალმებ მაყურებელს. იცით რა, საერთოდ მე მგონია, რომ ამ საერთოდ რუსულ რეჟიმს ახასიათებს ეს, რომ თავგზა უნდა აგირიოს. და ამას აკეთებს ძალიან მიზანმიმართულად. ხო, აი ჩვენ უყურებთ მაგალითად როგორ ექცევა ჩვენ წარსულს და როგორ აყალბებს და როგორ გვეუბნება, რომ საუკუნოვანი მტრები არიან ჩვენი მოყვარეები. და ვინც ჩვენი მეგობარია, იმაზე გვეუბნება, რომ მტერია და ცხვირწინ დაუხურა პრაქტიკულად კარი იმ სახლის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. აწმყო არ გვაქვს, იმიტომ რომ არჩევანის საშუალება მოგვისპო. მომავალი აგერ 28 ნოემბერს შაშან პრაქტიკულად წაგვიჭა, ხო, იმიტომ რომ ეს ხო არ იყო უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, რომ ჩვენ წვეთ მოლაპარაკებას ევროინტეგრაციაზე, არამედ ეს იყო მთელი ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა და ამას ჩვენ ველოდებოდით. ადამიანი, რომელიც შეიძლება უნივერსიტეტში მუშაობდეს, მან კარგად იცის მომავალს რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეხება სტუდენტებს და მათ უკეთეს მომავალს ასწავლის, როგორ უნდა რაღაცნაირად მოიპოვოს უკეთესი მომავალი, იყოს რაღაცნაირად კონკურენტუნარიანი და ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ უნივერსიტეტში, რომ არ ვიცით რა მომავლისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი სტუდენტები. ხო, ას გითხრეს კიდევაც, რომ უმაღლესები საერთოდ არ ვიცი რა ფორმით იქნება, როგორი არსებობს. ახლა ლაპარაკობდით, რომ მაგალითად პოლიციის აკადემია იქნება უმაღლესი სასწავლებელი და სკოლაში აპირებენ შეიტანონ რაღაც საგანი, სადაც პოლიციელები დაელაპარაკებიან ჩვენ მოსწავლეებს, სკოლის მოსწავლეებს და ამ დროს ბავშვებმა იციან, რომ აგერ ლექტორი იყო დაკავებული, სტუდენტები არიან დაკავებული. ასეთია რუსული რეჟიმის თვისება საერთოდ და მისი ბუნება და ადამიანები, რომლებიც არიან გაჩუმებულები, ახლა მე მგონი ეს იყო თქვენი კითხვა და შეეხო რუსული რეჟიმი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, როგორც თქვენ თქვით, ხო, რაც არის განათლება და მომავალს უკავშირდება ეს განათლება. მე მაინც მგონია, რომ ისინი არიან ანესთეზიის მდგომარეობაში და საერთოდ ამ ანესთეზიას რუსული რეჟიმი იყენებს სხვადასხვა ფორმით. ხო, ერთი არის დაშინება და მეორე არის აი ეს მედიები, რომლებიც პროპაგანდას, რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ და ამ ანესთეზიიდან უნდა გამოვიდეს მოსახლეობა და მე მგონია, სხვა შორის არ მინდა იმიტომ ვთქვა, რომ რახან მე დამაკავეს და ლექტორი დამაკავეს, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი, რომ პრიორიტეტი არანაირად არა ვარ, მე მინახავს კიდევ უარესი ამბები, ჩემი ამბავი ნამდვილად არ არის მოსატანი, მაგალითად როგორ მოიქცნენ გია ჯვარშეიშვილს და როგორ ექცევიან, ეს არის საშინელება, კატასტროფა, მაგრამ მე დავინახე აღშფოთებული ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მეგონა, რომ აღშფოთდებოდნენ, იმიტომ რომ არ არიან ჩემი თანამოაზრეები და ისინი რაღაცნაირად სიმპათიურად უყურებდნენ ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ხო? ნუ როგორ ჩანს, რაღაც დონეზე ალბათ არის შენარჩუნებული ეს ამბავი და აი მაგალითად ჩემი ჯარიმის თანხაზე საკმაოდ ბევრმა ამ მთავრობის მომხრემაც კი ჩარიცხა თანხა და როგორ ჩანს უხერხულობას გრძნობენ. არ ვიცი რამდენად ეს შემდეგ ქმედებაში აისახება, მაგრამ არ უნდა იმას ძალიან ბევრი ფიქრი, რომ საქართველოში ხვალ დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა ხვალ შეიძლება უმაღლესებიც აღარ იყოს უმაღლესი სასწავლებელი. დიდი მადლობა, კეტი და ლევენს მინდა გავაგრძელებინო ნაწილობრივ, რახასაც გავყევით ახლა ჩვენ შეიძლება ამ ადამიანებს არ მოწონდეთ, რა წერტილამდეც მივიდა. მხოლობელში მყავს სხვადასხვა მიზეზების გამო ქართული ოცნების მომხრეები. მაგრამ რაზეც თქვენ საუბრობთ და რაზეც ჩვენი სხვა სტუმრებიც ლაპარაკობდნენ, არის ის, რომ ამ სისტემებს და რეჟიმებს აქვს თავიანთი განვითარების ალგორითმიც. რომც არ უნდა და შეუძლებელია უკვე ისეთ რუტინაში, ისეთ სპირალში შევიდნენ, რომ ყოველ შემდგომი ნაბიჯი იქნება უარესი. მათ შორის აი ლევანს რაც მინდა ვკითხო, როგორც კინომცოდნეს და დოკუმენტური კინოს მათ შორის ისტორიის დამკვირვებელსაც. ჩვენ ვახსენეთ აქ, რომ არსებობს გარკვეული, განათლებული ადამიანები რითი განსხვავდებიან, რომ ისტორიულ კონტექსტში შეუძლიათ მოვლენა აღიქვან და გარკვეული პროგნოზი გამოთქვან. ამ ჩვენს სიტუაციაშიც გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ეს ერთი წელი პირველ რიგში, მათ შორის დღევანდელი დღე, ისი მაჩვენებელიც არის ის, რომ რეჟიმმა საზოგადოება ვერ გადატეხა.
ვერ შეაშინა და 10,000-ობით ადამიანია მზად ამის სადემონსტრაციოდ ქუჩაში გამოსასვლელად და იმის უკან კიდევ ძალიან დიდი ძალა, რომელიც შეიძლება ამ მომენტში არ გამოდის, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ აუცილებლობას და მიზანშეწონილობას იგრძნობს, აუცილებლად თავის პოზიციას უფრო აქტიურად გამოხატავს. როაღარიფერი თქვა კიდევ ახალ დამატებით ფაქტორებზე, მათ შორის ვახსენოთ თუნდაც ემიგრანტების განწყობა, რომელსაც უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენეს და რომლებიც მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გადაარჩიეს, ასე ვთქვათ. შეუძლებელია ეს ტალღებად არ დაბრუნდეს მათსავე სამშობლოში. ამ ყველა ელემენტის გათვალისწინებით, როცა ამ ხელა მანიფესტაციას დღესაც უყურებს რეჟიმი. რას ფიქრობს თქვენი აზრით და რა მნიშვნელობა ქონდა დღევანდელ დღეს? რეჟიმზე ალბათ პირველ რიგში საუბარი რას ფიქრობენ ისინი. ხო, ისინი მიყვებიან კონკრეტულ გეგმას, რომელიც ხო მარტო აქ არ არის დაწერილი. კი ვიცით, რომ აი მესეჯ ბოქსიც კი რუსეთიდან არის გადმოღებული პირდაპირ ერთიესში. რაც შეეხება ხალხს, აი ბევრი ფაქტორი ახსენეთ. ხალხთან მიმართებაში, ხო, მე არ გამოურიცხავდი და ესეც უნდა ვთქვათ, ნუ ყველაში არის, ხო, შიშიც არის რა თქმა უნდა ფაქტორი. აი ბევრმა ადამიანმა იცის ახლა თქვენ მიც მაგალითად თანხას ჩაგირიცხათ, რომ არ არის ეს სწორი რაც ხდება, უბრალოდ შიშია ეს და ეს ჩვეულებრივი ამავეა და ეს არ უნდა შევქცხოს ამაზე ლაპარაკი, რომ ბევრს ეშინია რა, მეც მეშინია როგორ იქნება მომავალი ამ ქვეყანაში ჩემი შვილების, ასე ვთქვათ, ხო? და კინო რადგან ახსენეთ, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კინო არის რეფლექსია რეალობაზე, ის რაც ხდება და რაც მოხდა და ჩვენ გავიარეთ უკვე ეს, ანუ საბჭოთა კავშირის წყვილად არ ვახსენებთ ხოლმე ეს 70 წელი, რაც ჩვენმა ქვეყანამ იქ იცხოვრა, კინოში რო გადმოვთარგმნოთ, აი კინემატოგრაფიულად, ასე ვთქვათ, კი ეს სიტუაცია დღესაც ხდება, ძალიან გავს 30-იან წლებს. ძალიან გავს 30-იან წლებს, 30-იანი წლების კინოსაც მათ შორის, იმიტომ რომ ის რაც მაშინ ხდებოდა, ის იყო რეპრესიები, ნამდვილად მოხდა ის, რომ ადამიანები უბრალოდ ქრებოდნენ ველიდან და დღეს მაგალითად ჩემი და გიოს კოლეგა კინემატოგრაფისტებს ბევრს აქვს იმის იმედი და საუბრობენ იმაზე, რომ აი ჩვენ თავარია ჩვენი საქმე უკეთო ჩვენი ფილმებით ვიტყვით სათქმელს, ანუ ის კოდი უდევთ ისევ რაც ხდებოდა თქვა 60-იან წლებში, რომ ეზოპესენით ლაპარაკი დამთავრდა ეს ამბავი. ეს შემიძლია როგორც კინომცოდნემ, კინომკვლევარმა ამ სფეროში დასაქმებულმა ბჭყალებში, ნუ ამ სფეროში განათლებულმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვეღარ მოხდება. და ჩვენ თუ ვართ ახლა 30-იან წლებში, ეზოპეს ენა მოხდა 60-იან წლებში. ანუ ამას 3 დეკადა დაჭირდა, როცა თაობა დაიბადა, რომელიც ნორმალიზებულ ქვეყანაში გაიზარდა. სადაც უკვე ანუ ეს ნორმა იყო, მაგრამ 30-იან წლებში ვინც მაგალითად, აი ვთქვათ, ელდა შენგელია და გიორგი შენგელიას მამა და ელდა შენგელიას მამა, ხო, ნიკოლა შენგელია შეიწირა ამ 30-იან წლებმა. ის არ ყოფილა პირდაპირ არ დაუხრიტა, თუმცა ის გადაყვა ამ ამბებს. ის მას უწევდა პროპაგანდისტული ფილმების გადაღებას. იმ დროს ვერავინ ვერ გადარჩა. და შემდეგ უკვე ხო ხა ჩემი შვილი რო დაიბადება რაღაც ნორმალიზებულ ახალ საბჭოთა კავშირში, მას მოუწევს რაღაცა გზების ძიება კი, მაგრამ ამას დრო დაჭირდება. ჩვენ რადგან ახლა ამ სიტუაციაში ვართ, ანუ ეს ჩემ კოლეგებსაც მიმართავ რა, მათ შორის რომელსაც რაღაც ილუზიები აქვს. რეალურად იციან ყველაფერი, მაგრამ ილუზიებს იქმნიან მაინც რომ აი ახლა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და ჩვენი ფილმებით ვიტყვით სათქმელს. გამორიცხული ეს პირდაპირ ცენზურის კანონები გაქვს, უკვე საერთოდ რაზეა ლაპარაკი. და ამას ერგები ჩვეულებრივად. ეს რა თქმა უნდა არის რეპრესიები. ეს არის რეპრესიები, ამ რეპრესიებს მართავს შიში პირველ რიგში ადამიანებში, მაგრამ მე მჯერა რომ არის საზოგადოება, რა თქმა უნდა არის. და როგორც თქვენ დაიწყეთ თავიდან 28 ნოემბერს თუ ამდენი ხალხი იყო, ეხლა უფრო მოემატებოდა ხო პირიქით ვიდრე მოაკლდებოდა ხო, ანუ რაციონალურად ესეა მათ ტვინებში ხდება. უბრალოდ შიშის ფაქტორია და ერთადერთი გამოსავალი ამის დაძლევისა არის ის საზოგადოების გაერთიანება, კონსოლიდაცია და ადამიანი, რომელიც ამ ყველა ჯგუფებს გაერთიანა, ადამიანი, ვისაც გაყვება საზოგადოება. მე მხოლოდ ამაში ვხედავ გამოსავალს ეხლა ამ სიტუაციაში სიმართლე გითხრათ. ბოლო წრე ასე თქვა თქვენი კომენტარების დაუთმოთ ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის ძებნას, პასუხი რო არსებობდეს, სადღაც მაინც ასე თქვა ფორმულასავი დაიდებოდა, მაგრამ ადამიანი საზოგადოებრივი ერთობა არის ეს თუ რა შეიძლება იყოს ეს, იმიტომ რომ ფაქტია, შეკვეთა მოლოდინი, ისტორიული კანონზომიერება, ყველაფერი იმ ხალხის მხარესაა, რომელიც დღეს რუსთაველზე დემონსტრირებდა ნებას, რომელიც ქართული საზოგადოების მიერ არაერთხელ გამოიხატა. რეფერენდუმზე აისახა კონსტიტუციაში. შემდეგ 1 წლის წინ უკვე ფორმალურადაც ცადეს ამ ყველაფრის გამრუდება, მაგრამ ხალხი არ იღებს ამას. მაგრამ ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ შედეგებში გადაზრდაც. აი, თქვენ როგორ უყურებთ პერსპექტივას
არახელოვნურად ნაკვები ოპტიმიზმით, არამედ აი ამ რეალური განწყობის, რომელიც არის და დღევანდელი დღე ამ მხრივ ძალიან კარგი და საინტერესო და საზეიმო შეიძლება არაფერი გვაქვს ამ სიტუაციაში, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. თქვენ ჩართული ხავთ ამ პროცესში და თქვენი ხედვა ამ მხრივ უფრო საინტერესო იქნება, აი ორ-ორი წუთით იქნება საკუთარი აზრი გითხრათ. კი, მე იყო ესე იგი 3 ივლისი იყო ზუსტად მახსოვს და აი აქეთ მხარეს ვიჯექი და მას მერე პირველად ვარ თქვენ გადაცემაში ესე სტუდიაში და ესე ჩართვით ვიყავი. ისე ჩართვით სიციხეში შევждდები მშտელობა რო ქონდა და ეკონდა კიდე ხო არ გამომყურე მაგ გასხოთ შორის ხო აქ ორი ქალბატონი და ორი სტუმრებს შორის ორი კაცი ვართ და ჩვენ არ ვართ ნაციხარები და ქალბატონები არიან. ეს სხვათა შორის ჩეკისტების მეთოდი იყო რა რომ შენ განგრევდნენ ასე მორალურად რა რომ მივედი იქ არ მოეწონათ ეს მომენტი და სასამართლოშიც რა ვიცი 300 ლარის მეტი იქით შეურაცხყოფა ვერ ჩამითვალეს ვერაფერი თუმცა ბევრად მეტი შეურაცხყოფა მიიღეს რეალობა უთხარი რომ რეჟიმის მსახურები არიან მაგრამ ხო 500 ლარია ლიმიტი რადგან 300-ში ჩამტიეს ისევ და არ გამიშვეს ციხეში მაგრამ ეს იქით იყოს და მაშინ როცა ვიყავი აქ სტუმრად, მაშინ ვამბობდი ასეთ რამეს და მე აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ არ მქონდა რანაირი პოლიტიკური გამოცდილება რა. ეხლა შეიძლება ცოტა უფრო მეტი მაქვს და კონსტიტუციაც შედარებით უფრო მეტად ვიცი, იმიტომ რომ მე დავჯექი და ჩავხედე. და ბევრი ვიკითხე ამ მიმართულებით და მაშინ ვამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი გაგვიყალბებს ტოტალურად ამ არჩევნებს. და მე ვგრძნობდი რომ არავის უმრავლესობა საზოგადოებისა არ უნდა და ამის მოსმენა, იმიტომ რომ მაშინ ველოდებოდით არჩევნებს. და მაშინ იყო იმედი, რომ აი არჩევნებით გადავაგდებდით ამ მოღალატეებს და ყველაფერი ძალიან მშვიდად გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ასე არ მოხდებოდა. ეს ვითარებაც, რაშიც ახლა ვართ, არ დასრულდება ასეთი მინიმალური ძალისხმევით და დიდი ძალისხმევის ჩადების გარეშე რა. პირველი რაც უნდა მოხდეს ჩემი აზრით, ეს არის საჭიროება არის იმის, რომ გავიგოთ, ჩამოვყალიბდეთ, რას ვთხოვთ მტერს, რომელიც რუსეთის დავალებით, როგორც რუსეთის ხელი მოქმედებს და პრაქტიკულად რუსები ჰიბრიდულად ეწევიან ჩვენ ანექსიას. რა უნდა გავუკეთოთ, ანუ ტაქტიკურად როგორი მოქმედებები უნდა განვახორციელოთ და რა უნდა იყოს აი საბოლოო შედეგი. ამაზე დღემდე არ ვართ ჩამოყალიბებულები, 1 წელი გავიდა და ეს არის ძალიან ცუდი. მე აქვე ვიტყვი ფორმულას, კი არა და სიტყვაში ფორმულირებას რა, ეს არის რეჟიმის გადადგომა, იმიტომ რომ და დღემდე მიდის სამწუხაროდ ლაპარაკი იმაზე, რომ აი იცი რა გაზაფხულზე შეიძლება ჩანიშნონ არჩევნები და წავღლიტავთ რაღაცას რა. არაფრის წაღლიტვა, აი მეორედ ვამბობ ამ სტუდიაში, მაშინ აღმოჩნდი მართალი და ეხაც მგონია რომ მართალი ვარ რა, შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მე ერთი ინდივიდი გიორგი თავართილაძე რომ ამას ვამბობ, მაგრამ მე ცოტა ვბრაზდები ამაზე რა. მაგრამ ჩემ თავზე ვბრაზდები უფრო მეტად, იმიტომ რომ რა ვის მოვთხოვო ეხლა პირველ რიგში მე უნდა ჩამოვაყალიბო ეს კარგად, ხო? და მე უნდა მოვთხოვო სხვას. თუ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომას და შემდგომ უკვე გარდამავალ ეტაპზე არჩეულის ვერ იქნება, დროებითი მთავრობა უნდა იყოს, რომელიც მოამზადებს დემოკრატიულ გარემოს და ჩაატარებს მე არჩევნებს. ამას თუ არ მოვითხოვთ, ჩვენ ბრძოლას არ ექნება ის ფორმა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ეს ხალ ვართ ჩვენ აი ვაბნევთ ჩვენს ენერგიას, ძალიან ბევრი ენერგია გვაქვს, პოტენციალი გვაქვს, სიძლიერე გვაქვს, მაგრამ ვაბნევთ. როგორც კი ერთ კონკრეტულ სიტყვას ვიტყვით, ეს ძალა კონცენტრირდება ერთი მიმართულებით. მე გავაგრძელებ ახლა გიორგის, რომ აღარ დავბრუნდე მე კიდე ამ თემებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვეთანხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მტერს მე არ შეიძლება რომ დაუკეთო არჩევნები. აი წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რომ აი არჩევნებს ვთხოვო, რომ რუსეთმა ჩამიტაროს მე ახლა საქართველოში არჩევნები. აბსურდია უკვე ამასთან დაკავშირებით, მეც აბსოლუტურად მანდ ვარ და ეს რეჟიმი თავისი აი ინფორმაციით, რაც თვითონ მიიღო, არავის დაუძალებია აქეთ, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო დაკვეთა აქედან საზოგადოებრივი მას ასეთი არ ქონია. თავად მიიყვანა თავისი თავი იქამდე სადამდეც მიიყვანა. უბრალოდ ალბათ არ ელოდებოდა რომ დახვდებოდა ის საზოგადოება, რომელიც ეხლა დახვდა მომწიფებული სახით და უფრო მეტი წინააღმდეგობა და ბარიერები შეხვდა და გაცილებით უფრო მტკივნეული, სამომავლოდ მტკივნეული ამაზე მინდა ხაზგასმით თქვა, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი და მოქალაქე, რომელიც აწი მოვითხოვ პასუხისმგებლობას
დადგენას, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს, ყველა იმ დანაშაულზე, რა დანაშაულებით ჩაიდინა რეჟიმმა და უპირობოდ უნდა გადადგნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი საზოგადოების ამ ფორმაციით, აი ამ საზოგადოების მართვა, ჩემნაირი და იმ ადამიანების მართვა, რომელიც რუსთაველზე არიან შეკრებილები, ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ დადგა უკვე ის მომენტიც, როდესაც კაპიტალი პოლიტიკური აუცილებლად კონსოლიდირდება და შეთანხმდება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მას არ ექნება, უბრალოდ ჩვენ თავარი არის მოვეშვათ იმედებითა და რაღაცა ოცნებებით ცხოვრებას, რომ ვიღაცა მოვა და რაღაც ეგრემ არა, ჩვენი დაკვეთა უნდა იყოს ეს, საზოგადოებრივი დაკვეთა უნდა და ეს კონკრეტული დაკვეთის შედეგად ამ პოლიტიკურ ძალებსაც მოუწევთ კონსოლიდირდნენ, შეთანხმდნენ და ერთთან ბრძოლაში ჩვენთან ერთად საზოგადოებასთან ერთად ჩაერთონ აუცილებლად. და ნუ მე მგონია, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ამისთვის, აი რაღაცნაირი შინაგანი შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ძალიან იცვლება მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ და ძალიან მალე მივახწევთ ამ შედეგს. ამის იმედი არა, ამისი ზუსტი ხედვა მაქვს. მადლობა ნინო და კეთი. ხო მე ასე მგონია რომ ჩვენ როდესაც ჩავერთეთ პროტესტში თავიდან რაღაცა ინდივიდუალურად ვიღებდით მონაწილეობას და ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს პროცესი რომ ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკეთ. ხშირად ვკამათობთ ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სხვადასხვა ხედვა გქონდეს, მაგრამ ახლა აი ეს ბუნებრივმა პროცესმა მოიტანა ის რომ ერთიანობა არის აუცილებელი. ჩვენ ვიცით ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთიანობაზე და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ არა მხოლოდ ჩვენი ანუ სამოქალაქო აქტივისტების ერთიანობაზეა საუბარი, არამედ პოლიტიკოსების, იმიტომ რომ მათ აქვთ თავიანთი კაპიტალი, გამოცდილება, რაც ჩვენ არ აგვაქვს. მე მაგალითად არ მაქვს ასეთი გამოცდილება, მე შეიძლება რაღაცა წინასწარ გამჭრიტო, მაგრამ მე არ ვიცი მაგალითად როგორი რა ვიცი მე ბერკეტები შეიძლება მქონდეს ხელში იმისთვის რომ მივახციო რაღაცა კონკრეტულ მიზანს, ხო? ამ შემთხვევაში ვამბობ ის რომ რეჟიმი უნდა წავიდეს. ხშირად მithქვამს ხოლმე რომ იმდენად გროტესკულია ეს რეჟიმი, რომ შეიძლება ძალიან უმნიშვნელო რამემ ჩამოაქციოს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანად და ერთიანი ნაბიჯებით უნდა მივიდეთ იმ მიზნამდე, რაც არის ჩვენი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს უბრალოდ. მადლობა კეთი და ლევონი. კი, რა თქმა უნდა, მეც პირველ რიგში გზად ხედავ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში, გაერთიანებაში, არ აქვს მნიშვნელობა შემდგომ პოლიტიკური პარტიები, ყველა აბსოლუტურად თუ ვინც აქეთ ხარეს, ვისაც არ მოწონს ქართული ოცნების პოლიტიკა, უნდა გაერთიანდეს და რაღაც მომენტში თუ საზოგადოებაზე რა იქნება, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ უკან დახევა. აი, თქვათ თუ არ იქნება 5 პუნქტი და 6 პუნქტი და პირველზე, აი, ყველაზე ფერზე ვერ თანხმდებიან, ხო? რაც სამწუხაროა, თუნდაც პარტიებმა რო ვერ მოახერხეს, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში რაღაც კონკრეტულზე ჩამოყალიბება, მაგრამ ერთი ხო ვიცით ყველამ, რომ ყველა აბსოლუტურად მათ შორის შეება ქართული ოცნების მხარდაჭერებიც ამას ეთანხმებდნენ, რომ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. აი ხო შეიძლება აი ამ ერთ კონკრეტულზე შეთანხმება, დავანებოთ თავი იმ ახალ არჩევნებს და რაღაცებს. აი ამ ერთზე რო გაერთიანდეს და ეს ადამიანები ვინც საერთოდ არაფრის გამოზიან ციხეში და აი ეს რო არ მიყვარს ეს თქმა, მაგრამ გამოვივაჭროთ მათგან. ეს ხო შემდეგ საზოგადოებას უფრო მეტად გააძლიერებს ამ სამოქალაქო საზოგადოებასაც. რაღაც ერთ მარტივზე კონკრეტულზე შეთანხმება მაინც როგორ ვერ ხდება ამდენი ხანი, ეს ჩემთვის გასაბრაზებელია მართლა და რა ვიცი, რაც ყველას გვაწუხებს ყველას გვტკივა, აი ამ ადამიანების გამოშვება არის ჩემთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტული. ეს მეც გამაძლიერებს და თითოეულ ჩვენგანსაც გააძლიერებს. ამიტომ ერთი კონკრეტული იდეის და მოთხოვნის გარშემო გაერთიანებამ მე მგონია, რომ ამით უნდა დაიწყოს ყველაფერი. 5 და 6 რო ამბობ, იქ უკვე შემდეგ ასასხვაობაცაა და აშენ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას თუ კონცენტრირდებით მთელი საზოგადოება, მე ვთვლი, რომ ამ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. პირველი ესაა ჩემთვის. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, რა თქმა უნდა, გამოთქმული ყველა აზრი საინტერესოა, ანგარიში გასაწევია, ყველანი ხვდებით ამავე დროს იმას, რომ თუ კოორდინირება მოხდა და აი ამ საერთო ეროვნული ენერგიის კონსოლიდირება რაღაც მიმართულებით, იქ ცხადია, რომ ამ ტიპის მოთხოვნები რიგში პირველი იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იქნება იძულების მექანიზმი, რომლითაც რეჟიმს წამოიყვან გარკვეულ დათმობებს. მაგრამ ამ რეჟიმების თავისებურება ეს არის ზუსტად, რომ ვერანაირ დათმობებზე უკვე ვეღარ მიდის ისეთ ფაზას შეიყვანა საკუთარი თავი. ყველა წინადადებაზე დისკუსია არის საჭირო და ამაზე საუბარი გაგრძელდება ჩვენ სტუდიაში. მათ შორის, მადლობა დღეს აქციის შემდეგ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ, მათ შორის მადლობა თქვენ. მადლობა. აკეთებთ.